ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ესე იგი 2 აპრილს ანუ ზეგ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება გიორგი შავგულიძის გამოფენა. ნამუშევრების არაჩვეულებრივი ნამუშევრები, რომელიც არის გაცოცხლებული. ჩვენთან სტუდიაში სტუმრად არიან გიორგი შავგულიძის და კეთი შავგულიძე, რომელიც გამოფენის ორგანიზატორია და ასევე გოგა შავერზაშვილი, კომპოზიტორი, პიანისტი, რომელიც ამ ვიდეოებს აფორმებს. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. 2 აპრილს თქვენთვის რომ არის გიორგის დაბადების დღე და სიმბოლური, რომ სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეთ გამოფენა 5 ნახატი, გიორგის 5 ნახატი, რომელიც რაღაცა ვიდეო არტად იქცა, ხომ? თითქოს გაცოცხლდა. საიდან გაჩნდა ეს იდეა? იმიტომ რომ ეს არ იქნება ტრადიციული გამოფენა. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რამდენიმე გიორგის გამოფენა გაკეთება და შესაბამისად პერსონალური გამოფენაც იყო სტატისტიკის გარდაცვალების შემდეგ, როგორც შემდეგ იყო რამდენჯერმე აქედან გამომდინარე დრო რო გავიდა, რაც თითქოს თავიდან ახლებურად მინდა და მე თვითონაც დამენახა ეს ნამუშევრები, იმიტომ რომ ფაქტობრივად გიორგის არ მიეცა საშუალება რომ ეხლა გაეკეთებინა რაღაცა. ის იყო ახალი კურსი დამთავრებული, როდესაც ამას აკეთებდა და ჩემთვის მეგობარმა შემოთავაზა ეს იდეა, ჯერ მხოლოდ პირველი ნამუშევარი გაგვეკეთებინა აზროვნების სტრუქტურა, დაგვეშალეს და ახალ მედიაში გაგვეკეთებინა. ან გვენახა ის თუ როგორ ახალ ფორმებთან როგორ მოდის შესაბამისობაში. ეს ისე გიორგი აკეთებს. ხო, და თავისთავად რაღაცა ისე გამოვიდა, რომ თვითონ ამ ვიდეო არტისტებმა მითხრეს, რომ ძალიან საინტერესო იყო მათთვის მუშაობა, ამის დაშლა და თავიდან აწყობა. თავისთავად თან ნამუშევრის სახელწოდებიდან მოდიოდა აზროვნების სტრუქტურა. სიმბოლურია, რაც ამ წუთას თქვი, დაშლა და თავიდან აწყობა. და ნამდვილად ეგრე არის გადმოცემული. ზუსტად იმაში, რომ გიორგი აკეთებს ისე მეთქი რო თქვი რაღაცა. წავიდა და რაღაცა ბრუნდება. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც შენ აყვავები რა. თავისთავად რაღაცნაირად ანალიზი გაკეთებული იყო ამ ყოველფრის და ეს დეკონსტრუირება და თავიდან აწყობა ამ ყოველფრის, რაღაცნაირად პოსტმოდერნისტულ სტილში ჯდება. ის მეტად გამოარჩიეთ ეს 5 ნახატი. ეს 5 ნახატი გამოარჩი იმის მიხედვით, რომ რაღაცნაირად სიმბოლური ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით, რაღაც აქ არის უსასრულობის, სიკვდილის, რაღაც იმქვეყნიურის განცდა და ყოფილიყო ესეთ რაღაც სულისმიერ ასპექტში. ეს არის ის ნახატები, რომელიც შექმნა 99-98 წლებში. 90 ხო. და ამ სახელწოდებამაც გაერთიანა უსასრულო კედლის შეგრძნება, ასე ქვია ამ გამოფენას, სწორედ ამიტომ ეს 90-იანი წლების ნამუშევრები, რომელიც სწორედ აი უსასრულო კედლის შეგრძნება 90-იანი წლების შეგრძნების ფონზე. აი რაღაც სხვა ტიპის მის დამოკიდებულებებს ასახავს. ხო, შეიძლება თავის ერთ შემბობდა რომ მისი დამოკიდებულება სამყაროსფერთ უფრო ავანგარდული პოსტმოდერნისტული ჯერესტი არის. იმასაც ამბობდა რომ მიჭირს ჩემი ნახატები რომელიც მიდინარეობს მივაწყო რაღაცა ძიების პროცესში ვარ რომ ისიც გამონარია ასე ვთქვათ იმიტომ რომ პარიზში მქონდა კონცერტი და რომ მოის პროდიუსერმა რაღაცაც ვაკეთებ სარეკლამოთო ვერ მოგიძებნეთ სტილი რო დავწეროთო და მე იფიქრეს და ერთ კვირაში მომდენა მომიფიქრესთო და რა მომიფიქრეს და მულტისტილისტიო და დაახლოებით ვინ არის სიმპათიური გახსოვთ ეს ხვის შვილებში რო აი ეგეთი ის გამიჩნდა გზნობა რომ ვინ არის მულტისტილისტი თუ რაღაცა აი აბსოლუტურად მესმის აი ჩარჩოში არ მოგცევა საკუთარი შემოქმედების სურვილი აბსოლუტურად გასაგებია იმიტომ რომ ეს ალბათ შემდეგი თაობა აკეთებს კლასიფიკაციას და არა ის ავტორი ვინც ამას აკეთებს ხო? თან მაშინ როცა მუშაობს. აი ჩვენ ხედავთ ამ ნამუშევრებს. მოდით ნახოთ. აი ეს რომელი არის? ეს ტკივილის შეგრძნება. ტკივილის შეგრძნება. სისფერის ჰაგნები ეს ერთ-ერთი არის რომელიც ფერადი არის და ამას ხალხი რატომ მან ავანგარდი ახსენა და მნიშვნელოვანია სწორედ რომ შონბერგის მუსიკით იქნება გაფორმებული ეს ემოციას უფრო მელსაუბრად გამოიყენება. არის კავშირში ბატონი გოგოებთან. ამინდა თუ იქნება რომ ამ ვენის ახალ ვენის სკოლაზე შონბერგი ვებერნიბერგზე ორი სიტყვა მაყურებლისთვის აგიხსნა რატო არის დაუშვათ ეს დაშლა კონსტრუქცია თავის დოდეკაფონიური სისტემით ატონალობით ამის შესახებ ეხლა მათ შეიძლება არ შევეკრიბო მარტივი ამის რატომ ეს იდეა დაიბადა რომ რაღაცა ავანგარდთან დაკავშირებით და რაღაცა ერთი ისეთ უბრალოდ ისე თქვათ ავანგარდი დაკავშირებულია აი ამ სახელებთან მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში რაღაცა ეს წარმოიჯრა შონბერგი, ნუ იქიდან გამომდინარე ვებერნიც და სხვა კომპოზიტორებიც, რომლებიც არა მარტო ვენის ახალ სკოლაში მონაწილეობდნენ, რომ რაღაცა გადავხედებენ სურათებს, იქ შეიძლება და უფრო ეხლა მარტო შონბერგით შემოფარგლა არ გადავწყვიტე უფრო ფართე ესეთი მიდიღო და ეს მე საერთოდ ეს მომეწონა შენ რო მულტისტილი იხმარე
ეხლა საერთოდ ესეთი მდგომარეობა საერთოდ მულტისტილისტური საერთოდ ერაა მე მგონი 21 საუკუნე და ამ ჩვენი საუკუნიდან გადასახედიდან რაღაცა ეს უფრო ესეთი მულტისტილისტური მეჩვენება და შონბერგის და იმის შესახებ იქ შონბერგის 12 ტონიანი სისტემა სერიული ხო მოდი მარტივი თავხობს ხო 12 თვითონ უკვე ისწავლა როგორ ენთუნდა აგვიხსნეს ჩვენ ტერმინოლოგია ხანდახან არა პროფესიონალი მუსიკოსი მოკლედ რატო ერქვა ეს ახალი ვენის სკოლა ესე იგი ვენის სკოლა ჩვენ ვიცით ეს იყო გაიდნი მოცარტი ბეთჰოვენი და მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ახალი ვენის სკოლა რომელმაც დაარქვეს თვითონ სერია ესეთი დოდეკაფონიური სისტემა რას ნიშნავს მე ხო ვილაპარაკე 12 ნოტზე და 12 ნოტია და მელოდიაში უნდა ყოფილიყო არც ერთი ნოტი არ უნდა გამეორებულიყო და ჰარმონიაში ვერტიკალზეც 12 ნოტის ჟღერადობა ესე იგი აი კანონიკა იყო მიიყვანილი რაღაცა ფანტასტიკური ციხის დონემდე. და ძალიან რთულად გასაკეთებელი იყო, რომ პლუს აი ესეთ კანონიკაში, ესეთ შებოჭვაში, რომ მუსიკალურად აჟღერებული იყო ეს ყველა სხვადასხვა სტრავინსკი დაწერა ნაწარმოები დოდეკაფონიურ სისტემაში და განსუფრებული იყო თვითონ ვენის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ესეთი ფანტასტიკური მუსიკა დაწერა. და სწორედ აი რაღაც ის დაშლა და აწყობაც დევს აი ამაში კონსტრუქციულობა დანიშნულება ჩვენ შეგვიძლია პარალელურად ნახოთ ნატორმონტი კი ბატონო რომელიც 1999 წელს შეიქმნა და თან შეგვიძლია თვალყურით ვადევნოთ მუსიკალურ თანხმებას არ დაგვამოწყდეს და აქ ექსპერიმენტის სახით კიდე რა იქნება ნახატი როგორ იქნება შევხედავთ ახლა შეხედავთ ძალიან რომ მორტენო გასაგებია ბაზა საუბარი ხომ და თან კიდევ ის რომ ის აკადემიას ახალი დამთავრებულებს აკადემიიდან და ის ფიქრობს იმას როგორ გააკეთეს ის რაც ასწავლეს ხო აკადემიური ხატვისა და ახალი რაღაცა ამოხერავებულია ეს ნამუშევარი რომელიც ვინები მუშაობდნენ ვინები არიან ვიდეო ნამუშევრებში მარიდა გრაუშვილი ალექსანდრა ბადალიანი და ალინა და გიო ფოფხაძეები რომელიც არაჩვეულებრივი ვიდეო გააკეთეს შეხედა მოსვენით ორი წუთით ორი წამით პროსტად რასაც გრაფიკით ხატავდნენ აი ნახე როგორ ძალიან კონცეპტუალურია და თან ჰარმონიის მიმართ დამოკიდებულებაც ფაქტობრივად ამ ავანგარდისტებმა განსხვავებული ნამდვილად ბრავო მოდი შემდეგი ვნახოთ ხო აზროვნების სტრუქტურა მე ძალიან მომეწონა ყველაზე ძალიან მომეწონა მე მგონი აზროვნების სტრუქტურა წელი მე მგონი გვაქვს 1999 წელი რომელიც შეიქმნა ეს ნამუშევარი და ხო ნახავთ ისევ აი ეს პროცესი როგორ იქმნებოდა ეს როგორ ისლება როგორ იყო გამორჩეული აი ამ ნამუშევრებიდან ყველაზე ძალიან რომელიმე უყვარდა ესეთი იყო არ მგონია რომელზეც მუშაობდნენ ფაქტობრივად არა მაგრამ ყოველთვის არის როდესაც გაქვს შენი საუკეთესო ნამუშევარი და ყველაზე ძალიან რაიცი ბოლოს ფაქტობრივად მარცხაძიების პროცესში იყო და მე არ ვიცი რა გააკეთებდა დღეს და ბოლოს ალბათ მართლაც გათმართალია უყვარდა ის რასაც აკეთებდა ბოლოს მაგრამ ჰარმონიის მიმართ დამოკიდებულება ეს აზროვნების სტრუქტურა ახლა მუსიკამ როგორ თავისი განწყობა შემოიტანა მაშინ ეს გული როგორ მოდის აქ ერთგვარი საუნდ დიზაინია რა ესე იგი იცეული დეტალი გახმოვანებულია ხო აი აეწყო კიდევ ერთი დეტალი შეემატა იმას ახლა ჩვენ თემა მუსიკა ამ შემთხვევაში ვხედავთ როგორ უწყობს ხელს გამოსახულების ქმედებას მუსიკა მუსიკაზე თქმა უნდა შონბერგი შემთხვევით არ იყო, მაგრამ შონბერგი ხომ ლურჯი მხედარის წევრი იყო. და სწორედ ის და განდისკი მუშაობდნენ იმაზე, თუ როგორ გააკეთებდნენ სინთეზი მუსიკისა და ხატრობის. ანუ როგორ ყოფილიყო განსხეულებული ეს
განსახიერებული ბგე და ის რა საქმეა სხვადასხვა ვიძახდი რომ თვალით შეიძლება მოისმინო ყურით დაინახო მეთქი რა ეს მაგალითია დაახო ის ზუსტად ეგრეა ეხლა შემდეგი ივლის შეგრძნება ესეც 98 წელს იქნა თქოს რომ გავუშვათ ვიდეო ჩვენ სანამ გავიდა ვიდეო ისეთი შემდეგ ინფორმაციის ჩვენ მივაწოდოთ ბუნებრივი მაყურებელს როდის და სად გაიმართება გამონდა ამისთვის დროს დავიტოვებთ ჯერ დავთქვით მართალი ხარ კონცენტრირებული და შემდეგ ასე გადის. საერთოდ ის დუმარი მესიჯები რომელსაც იღებ, რომელიც არის საიდან მოდის და მე მატერიალიზირდება შენ ნამუშევარში. ეს იცის ნერვულმა ექიმა ამის ქმედება ხო და აქ ვიზუალურად აბსოლუტურად ინტუიციურად დანახული. იქნებ სანამ შემდეგ ჩავთავდეთ ამ ვიდეო არტების შემქმნელებზე ორეცხოვით. ისინი არიან აკადემიის კურსს დამთავრებული, როდესაც ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ფაქტობრივად გიორგის აკადემია დამთავრებული, ესე იგი მათს აი ამდენი წლის შემდეგ ახალგაზრდებს გააკეთებინათ აბსოლუტურად დისტანცირებულად. ეს ნამუშევარი, რომელსაც არანაირი ბმა რაღაცნაირი სუბიექტური ემოციური არ აქვთ გიორგისთან. არამედ მათთვის არის უბრალოდ რამოკიდებულება, ეს არის რაღაც მხატვრული ნამუშევარი, რომელსაც ისინი იწყებენ მუშაობას. და აბსოლუტურად სხვანაირ რაღაცად აქცევენ, მოძრავ გამოსახულებად აქცევენ იმას. და მუსიკას შვილაკეთებთ დაიწყო. თვითონ აკეთებდნენ ამ საუნდ დიზაინს, ხო? აი ეს უკვე მნიშვნელოვანია თანამედროვე შეფასმოდენში არტ უკვე თუნ ყოველთვის ერთად აკეთებს და აი ამ სხვადასხვა მედიაში ერთდროულად მუშაობს. სწორედ ამაზე ვიყავ. ეს მის ნახატ. აი ზუსტად ამაზე. კიდევ ერთი ნამუშევარი შეგვიძლია ნახოთ, თუ რაიმე არ გაქვს საქმელი, რა თქმა უნდა. არა, უბრალოდ მინდა და მეთქვა, რომ რაც დრომ, რაც მოიტანა, სწორედ სინთეზი ხო, რომელიც იყო თეატრში და კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში შედიან გერა და გამოსახულება. ერთიანდებიან ასე ვთქვათ. და ეს რაღაცა მესიჯი არის თვითონ 21 საუკუნის მე მგონია. და უსასრულობისა 1998 წელს შექმნილი ნამუშევარი, რომელსაც ახლა ვნახავთ და რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. მე ეს რამის მო რაც არის რეკვას გავდა ხო? და რაღაცა ეკლესიის რაღაცა თვითონ სიცარიელია, სიგნელია, მაგრამ ოვალით რაღაცა ზემოთ ისეც გუმბათს ცენტრირებული. და მე მგონი ისიც არის შემთხვევაში არის სამრეკლოს ზარის ხმა იყო ჩადებული. ფანტასტიკური. ძალიან მაგარია. ვთქვათ, გამოსანდარი შონბერგის მოწაფეთა კერძო გაკვეთილებს იღებდა ჯონ კეიჯი და შონბერგი, რომელიც ატონალური მუსიკის მამა, ფაქტობრივად მან მუდმივად აგონებდა კეიჯს, რომ ვერაფერს ვერ დაწერთ, თუ არც რა არის ჰარმონია. ანუ მამა ვერ იყო დისჰარმონიის კომპოზიციები. პროტესტის ნიშნად. პროტესტის ნიშნად, მაგრამ კეიჯი პასუხობდა, რომ მე არ ვიცი რა არის ჰარმონია. არ მინახავს ჰარმონია. შენ უცოდი ჰარმონია და შეეწინააღმდეგე ამ ჰარმონიას. მე კიდევ ვიბადე იმ ეპოქაში, როდესაც ჰარმონია მაშინ მოგიწევს რომ კედელი გარღვიო, თავით გაანგრიო, იმიტომ რომ თუ არ იცი ჰარმონია, ვერ გააკეთებ დისჰარმონიას. და ნუ ხა კეიჯმა ეს კი გააკეთა, მაგრამ მინდა თქვა, რომ ყოველ ეს ნამუშევარი შემთხვევით არ იყო შერჩეული, ფაქტობრივად გიოცეს დისჰარმონიულ პერიოდში დაიბადა, როცა მან არ იცის ჰარმონია. ანუ რაღაცას ინტუიციურ დონეზე აი ამ დისჰარმონიულ რაღაც შეგრძნებებს იღებს და შემდეგ ეს ძალიან ზუსტად ასახეს. აი ხა ნახოთ უსასრულო კედლის შეგრძნება. მინდა გითხო, თვითონ ამ ნახატის სახელი რატო დაერქვა მცენად გამოფენა. ნახოთ და მე მოგვიყევი. კი ბატონო.
მე აქ ვიცხოდი რომ აქ პლუს რაც ძალიან მომეწონა რომ არ არის მისამართი დამნაშავე დროა და თვითონ ეს დრო არის დაურჯელი თავის იმ ადამიანებს. აბსოლუტურად მე მგონი აი ეს მესიჯი შეგძნება 90 წლებს აბსოლუტურად რაც არის თითქოს ესე გადმოვიდა და ჩემთვის რაღაცნაირად ეს არის ის დრო რომელიც თავისთავად რაღაცნაირად ბადებს აი დამნაშავეებს რომლებიც შემდგომში მას ატარებენ მაყურებელს ზუსტად რომელ საათზე არის ანუ ესე იგი არის 2 აპრილს 2 აპრილს 7 საათზე იქ ერთი ნამუშევარი კიდე იქნება ჯაზზე პროექტირებული იქ ესე ქვია ნამუშევარს და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რომ რაღაცნაირად გასვლა ყოფილიყო ანუ გარღვევა იმ საზღვრისაც რაც აქაც როგორც მედია დაში და რაღაცნაირად ტილოს თუ ნამუშევრის საზღვრის იქით გადის მედია იქაც აი ჭერი გარღვეული ყოფილიყო და რაც იმის იქითაც ყოფილიყო ძალიან საინტერესო შეცადე ბატონ გოგას მინდა დიდი მადლობა ახლა ბატონ გოგას ახსენე გოგა რო არა მე საერთოდ არ დავუკრავდი ჯაზს ეს ესიანავდივად მართლა ვიზეთ გოგამ შემოყვარა ჯაზის დაკვრა და გოგამ ჩარა დაკვრა მეგონა ჯაზი გოგამ რა მოხევი რამე ეს არასდროს არ დამავეცნება ათლეტში მომწაფე ვიყავი სკოლაში და ასევე პედაგოგი იყო ჩემი გოგას მამა ფანტასტიკური კომპოზიტორი ჩვენი ალექსანდრე შავერზაშვილი და ასევე გოგას დედა იყო ჩემი მუსიკათეატრის მასწავლებელი ასევე ოჯახთან ისეთი მჭიდრო კავშირი მაქვს და იმდენად საყვარელი ოჯახია ჩემთვის და პლუს შემთხვევითი არ არის ჩვენ ვილაპარაკეთ კანონიკაზე შონბერგზე და ვინის სკოლაზე ხო სტრუქტურალიზმზე მე მგონი ყველაზე სტრუქტურის მომგონი საერთოდ ბახი იყო და დღეს ბახის დაბადების დღეა და ჩვენი დროით 21 მარტს და გოგა არ ვიცი შენ რა თქმა უნდა თუ რამე შეგისურვებ ბედნიერები ვიქნებით უნდა გთხოვო ისე მომზადებული არა ვარ გარკვეულწილად მაგრამ იმიტომ რომ რაღაცა ძალიან სპონტანულად რაც შენი მომზადებული და რამე დაშეკითხა რომ პიანო ელექტროპიანო ჩართული ვიდა რომ პიანინო როიალზე გადმოგირთა ხო მე ვნახავ მაშინ ჩვენ კიდევ ერთხელ ვთქვა ჩვენს ტელემოყოლებს რომ 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასაწყისი გამოფენის გახსნა რომელ საათზე საღამოს 7 საათზე ინტერვიუზე იქნება ამიტომ სიგნალი სანამ გოგა მონახავდეს თემას გამოდე მეთქო აი მოусმინოთ მაშინ Bravo, ურმესი მადლობა. Bravo, ფანტასტიკური გოგა როგორც ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. და ასეთ აი ისე მუსიკა როგორც მომყოლი არის. არა, მუსიკის ძალამაც. ხრობელი. აბსოლუტურად შეუძლია, რაც შეუძლია წინადადებას სიტყვებს. მუსიკა მოყვეს და კიდევ უფრო ღრმად მოყვეს. რაც სიტყვით ვერ მოიყოლება. ამის გამინდოდა და
ძალიან დიდი მადლობა უთხრათ ხო? რა თქმა უნდა. სტუმრებს. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და ყველას მინდა მაყურებელს მოგიწოდოს მობრძანდით რომ დიდი სიამოვნება მიიღოთ. ეს იყო პატარა ნაწილი იმ სიამოვნების რაც გელით წარმატებებს ხილს იმედია ყველაფერი კარგად ჩაერდის. რეკონსტრუქცია რეკლამის შემდეგ დავბრუნდით. მაგალითად ფანტასტიკიზების საუბარი. ფანტასტიკი არ გადართოთ.